მოგესალმებით მეგობრებო, მე ნიკა ვარ და ეს არის ერთადერთი ინტელექტუალური თამაში, სადაც არ არის აუცილებელი იყო ყველაზე განათლებული. საკმარისია რომ უბრალოდ თავი ასე მოვაჩვენო. ვიცი არ ვიცი, საკითხავი აი ეს არის. დღევანდელ 4 მოთამაშეს თანაბრად გადაუნაწილდებათ 100,000-ის ღირებულების ჟეტონები. თითოს 25,000 და აქედან მხოლოდ ერთი მოახერხებს რომ მოიპოვოს ყველა ჟეტონი და გავიდეს სუპერფინალში, სადაც უკვე იბრძოლებს 2,000 ლარისთვის. ვისაც ვიცი არ ვიცის წინა ეპიზოდები არ გინახავთ, აუცილებლად ნახეთ, დაალაიქეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი და მოდი დავიწყოთ დღევანდელი თამაში. ვიცი არ ვიცის მეორე სეზონს თამაშობენ ქალაქები. დღეს ითამაშებს ქალაქი რუსთავი. მოგესალმებით მეგობრებო. მოგესალმებით. ჩემი მშობლიური ქალაქი. როგორ ხართ? როგორ განწყობაზე ხართ? ფენომენალური. რუსთავი განწყობაზე. კარგი, მოდი ჩვენს მაყურებელს გავაცნოთ ჩვენი მოთამაშეები. თამარელა არჩვაძე, მასწავლებელი. მოგესალმებით. გამარჯობა თამარელა. ზურა ყანჩაველი, სცენარისტი, იუმორისტი, თავმდაბალი ადამიანი. ნიკა ზარქუა, სტუდენტი და ქართული ლიგის გუნდ სოხუმარების წევრი. და უბრალოდ კარგი ადამიანი. უბრალოდ კარგი ადამიანი, კი ბატონო. და ნიკა გურეშიძე, მუსიკოსი და გაყიდვების მენეჯერი. მოგესალმებით ყველას. მეგობრებო, დღეს თქვენ გარისკავთ თქვენს ცოდნას და როგორც უკვე ვთქვი, ერთ-ერთი თქვენგანი მოიპოვებს ყველა ჟეტონს და გავა სუპერფინალში. რამდენად რისკიანები ხართ, მაინტერესებს სანამ თამაში დავიწყებთ? მე საერთოდ არა. არა. ზურა. მე რუსთავის წყალშოთ ეხლა და რა ვიცი. რამდენად ყველა რისკიანები ვართ აქ მე მგონი. აი თამარელა შენ რისკიანი. არ ვსვამ რუსთავის წყალს. აჰა, არ ვაფრთხილ რისკიანი. რუსთავის აირს უნდქავს და ეხა არა, რისკიანია. ეს ასერჩიკას, ჰაი მეტალურგია სხვათა შორის კარგი, გავაგრძელოთ. ისია დაპროექტებული რომ აღმოსავლეთის ქარი ეგრევე წმინდავს უბნებს და ეგაა ერთ-ერთი უპირატესობა ჩვენი ქალაქის რა. აჰა, ძალიან კი, სუქარი რო არის ეზოში, თუ დაკვირვები ხართ, აი მაგის ბრალია. ქარის იმედი მაინც ხომ. კარგი, მე მინდა რომ ყველას წარმატებები გისურვოთ დღევანდელ თამაშში. ჩემ პრუპიეს ნიას ვთხოვ რომ დაგირიგოთ კარდები, რომელზეც თქვენი პასუხები უნდა დაწეროთ და ამასობაში ჩვენს YouTube მაყურებელს და თქვენს აგიხსნით თამაშის წესებს. ეს ვიცი არ ვიცია. თამაში, სადაც ფსონს შენი ცოდნიდან გამომდინარე აკეთებ. ვინ იცის რეალური პასუხი და ვინ არა, ეს არავინ იცის მაყურებლის გარდა. თითეული რაუნდის დასაწყისში მოთამაშეები ათავსებენ რაუნდის სათამაშო სავალდებულო ჟეტონებს. წამყვანი კი სვამს შეკითხვას. მაგალითად, რამდენი მეტრის სიმაღლის არის თბილისის ანძა? მოთამაშეები კრუპიეს მიერ დარიგებულ კარტებზე წერენ თავიანთ პასუხებს, რომელსაც რაუნდის მიმდინარეობისას ვერ შეცვლიან. პასუხების დაწერის შემდეგ მოთამაშეები ზრდიან ფსონის რაოდენობას, აგრძელებენ ფსონის გაზრდის გარეშე ან ტოვებენ რაუნდს. რაუნდის მიმდინარეობისას წამყვანი მოთამაშეებს ეუბნება 2 მინიშნებას. თითეული მინიშნების შემდეგ მოთამაშეებს შეუძლიათ ფსონის გაზრდა, ფსონის გაზრდის გარეშე გაგრძელება ან რაუნდის დატოვება. საბოლოოდ წამყვანი ამბობს კითხვაზე სწორ პასუხს და გამარჯვებულია ის მოთამაშე, რომელიც ყველაზე ახლოს არის პასუხთან. თუ თამაშის წესებს კარგად ვერ გაუგე, უყურე პირველ რაუნდს და მარტივად მიხვდე. კარგით, პირველი შეკითხვა. და პირველი რაუნდის საუცილებელი ფსონია 100 ჟეტონი. თუმცა, სანამ შეკითხვას დავსვამ, მე მაინტერესებს თამარელა თქვენგან. თქვენი აზრით რამ განაპირობა ის, რომ რუსთავის მოსახლეობა ნელ-ნელა გაიზარდა? გაიზარდა? უფრო და უფრო ნაკლები ხალხი მიდის ალბათ სხვაგან. იმედია ყოველ შემთხვევაში. ეს პოზიტიური ვარიანტი არ მინდა რამე ცუდი ვიფიქრო, ის პრინციპში რატო გაზრდა კაია? არ მიდიან ესე იგი სხვაგან, ჩავიან რუსთავში. კი ბატონო. მაშინ მოვისმინოთ შეკითხვა. ჯეოსტატის ბაზაზე დაყრდნობით 2026 წლის მონაცემებით რამდენი ადამიანი ცხოვრობს ქალაქ რუსთავში? ხوار დაგითვლიათ ვინმეს. მე მგონი მე მახსოვს. დაახლოებითი ციფრი დავწერე რა. მე დავამატებ 100. თამარელა გაზრდა ფსონი 100 ჟეტონი. 100 ჟეტონი. მოდი მე 200-ზე გავზდი სულ ამბობ. გადაზარდა 200 ჟეტონით. ნიკა უპასუხა. ყველაში თამამად შემიძლია. გავათანაბრებთ და ბანკი მინიშნება გასწორებული. კარგით, მოვისმინოთ მაშინ პირველი მინიშნება. ეს რიცხვი არის 353-ის და 354-ის ნამრავლი. აი ესეთი მინიშნება. ზუსტად ეგ იყო ეხლა რაც გავიხსენე მე რა, რა მოგწვა ამ მინიშნება? ჯერჯერობით არაფერი, ცოტა ხანში თუ გადავამრავლე. კარგი, გისმენთ. გავატარებ ჯერჯერობით ნახავ სხვებს. მე მოდი 300-მდე გავზდი, 300-ით გავზრდი. ამასობაში ხდება გადავამრავლო. 300 ჟეტონით. ნიკა გისმენთ? ეს გავზდი, გავუთანაბრებ უბრალოდ 300.
ნიკა მოპასუხა. გონია რომ არ ვიქნები ძალიან შორს რეალობასთან და თამაში ნიკა ვარ. მოპასუხა. კაი. თქვენ პასუხობთ. ბანკი გასწორებული. მაშინ მეორე მინიშნება მოვისმენთ. 126.000-მდე 897 ადამიანი აკლია. აი ასეთი მინიშნება გვაქვს მეორე. ისმენთ. სიმბოლურად 100 ჟეტონს დავამატებ. თამარი რომ გაზარდა 100 ჟეტონი. სიმბოლურად დაამატეს 100 ჟეტონს. მოდი მე კიდე 300-მდე გავხსნი. სულ ამ 300 მე გავუთანაბრებ, იმიტომ რომ არ მგონია მე რაც მიწერია, ეგ ეწერო სხვას. მე მგონია რომ ძალიან ახლოს ვარ. კი ბატონო, ნიკა გისმენთ. მე ცოტა გავასწარი ალბათ. დაახლოებით 10 წლის მე რაც იქნება, იმ ციფრებში ავედი ახლა რომ აკვირდები, მაგრამ ახლა პირველი ის არის კი ბატონო. ნიკამაც უპასუხა. რამდენიმე დავამატავ? 200. 200. დავამატებ ნახოთ. ბანკი გასწორებულია. მე სწორ პასუხს წავიკითხავ და შეგახსენებთ რომ სწორი პასუხის შემდეგაც შეგვიძლია ვითამაშოთ ფსონებით. სწორი პასუხია 125.103 ადამიანი. ისმენთ. გავატარებ ნახოთ რა სამი. ზურა კაი, მე გავატარებ ველოდები პოზიციიდან თამაშს. და პასუხი როგორც თქვი, რამდენი იყო ზუსტად? 125.103. 400 დავამატებ კიდე ზევით. კაი. ნიკამ გაზარდა 400-ით. კარგი, სულ სწრაფი ვიქნები ცოტა მეც მაშინ. ნახოთ. ძალიან შორს არ ესე იგი თამაშობთ. იმედია კი ბატონო, თამაში ვარ. ნახოთ, დავამატოთ. აიცი რომ ძალიან. ზურა არ თამაშობს. არ თამაშობ. კი ბატონო, ბანკი გასწორებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია ამოვატრიალოთ ჩვენი კარტები და ვნახოთ, ვინ არის ყველაზე ახლოს სწორ პასუხთან. თამარელა 129.000 125.000 ვაუ. 150.000 შესაბამისად ბანკი მიდის ნიკას. 116. ნიკა გილოცავ პირველი რაუნდის მოგებას. კარგით, გადავიდეთ მოდი მეორე შეკითხვაზე. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 500 ჟეტონი. მე მაინტერესებს ბავშვობაში პენტიუმ 4 თუ გქონდათ ვინმეს პენტიუმ 5-ის ბაზაზე. იყო. უფრო პენტიუმ 3-ები იყო, პენტიუმ 4-ის. პენტიუმ 3, პენტიუმ 4-ის. რაღაცა იყო. ოჰო, პენტიუმ 5-ის მონაცემები. რაღაცეებით. მე პირდაპირ აი 3-ში დავიბადე და ძალიან კარგი. მივიღე ასე თუ ისე პასუხები და პირდაპირ შეკითხვას დაგისვამთ. რას იწონიდა პირველი ელექტრონული ციფრული კომპიუტერი ENIAC სახელია, რომელიც 1945 წელს შეიქმნა. აი ესეთი შეკითხვა გვაქვს. ფიქრისთვის გვაქვს რა. მე ძველი კადრები მახსოვს. სხვათა შორის. რომელი წელი შეიქმნა? 1945 წელს. ხო, პირველი კომპიუტერიო და გონი ერთი სურათი გვახსოვს ჩვენ. ხო, სურათი საერთოდ გახსოვს? მახსოვს, მაგრამ ესე თვალიზონით ზონა. ეს რაუნდი უნდა დავიწყოთ ზურა შენგან. მე ისევ აგრესიულად დავიწყებ და მოდი ლურჯ ფიშკებს მოვიცილებ და 600. წვანე ფიშკებზე ახლა ვარ. კი ბატონო. აუ. 600. შესაბამისად შეიძლება ლურჯია, შეიძლება ისაუბრო, დალტონიკიო და ეხლა აღმოაჩინე. 600-ით გავზარდე. სულ ამ გაზარდა ფსონია 600 ჟეტონით. ნიკა გისმენთ? ხო. ნიკამაც დავეწერილეთ რაც ქვია. უპასუხა. ო, ძალიან კი ბატონო, ალბათ სამარს. ნიკამაც უპასუხა. თამარელა გისმენთ? კაი, მოდი ერთხელაც ვსტი. ამის მერე ფრთხილად ვითამაშე. ბანკი გასწორებულია. მაშინ პირველი მინიშნება. ეს წონა უტოლდება დაახლოებით 5.4 მილიარდი ჭიანჭველის წონას. აი ასეთი მინიშნება გვაქვს პირველი. ძალიან მარტივი მინიშნება იყო რა. ზურა ის რამდენი მილიარდი? 5.4. ოკეი, საინტერესოა. საშუალოდ ერთი ჭიანჭველი და რას იწოდეს? არ მაქვს მე ინფორმაცია ალბათ სამწუხაროდ. იქნება მე-10 გრამი იქნება რა. გადავიანგარიშებდით უცბად. კი ბატონო. მე რა ვიცი, გავაგზავნეთ, მოდი და 1000-ით გავზდი ფსონს. სულ ამ გაზარდა 1000 ჟეტონით. აი როგორ პასუხი მიწერია, იცი? ან ძალიან გავარტყი, ან ძალიან რა თან თამაში მინდა. აი გავუსწრებ. შენ ადგილას მე ვთამაშებდი ყველაზე მეტი ჩიპი შენ გაქვს. ნიკა მოპასუხა. ნიკა თულ გისმენთ? სიტუაციაში ვარ რა.
ფოტო კი მახსოვს, მაგრამ რისგან შედგებოდა ის არ მახსოვს თვითონ პლასმასი იყო, მეტალი იყო, შიგთავსი რა იყო. ასე რომ დაახლოებით მეც ეგრე ვარ. ან ახლოს ვარ, ან ძალიან შორს ვარ. აი მე ზუსტად ვიცი. შენ ზუსტად იცი. რამდენი ჭიანჭველა? 1000 იყო, ხო? აი, ერთხელაც გავურისკავ და მე ცოტა ვიფრთხილებ. ნიკამ როგორ დააიმე და მე ვიციო და შენ ვიცი 1000 ჩემი. თამარელა. მე ხო თქვი არ ვარ რისკიანი მეთქი. მე ვიქნები დღეს პირველი ადამიანი, ვინც გამოეთიშება ხა? ამ რაუნდს. გისმენთ? აღარ გავაგზავნებ. არ ამ გავაგზავნებ. რაუნდს. კი ბატონო. შევინახავ მე ჩემს შეტანებს. დაგვრჩა 3 მოთამაშე, ვისთვისაც მე მეორე მინიშნება უნდა დავიკითხო. დოუშვიდო უდადანი. იგივე წონისაა 18 საშუალო სტატისტიკური სედანი ავტომობილი. 18 ერთად? დიახ. მე კარგი ვქენი. 18 ავტომობილის საშუალო სედანზეა საუბარი, იგივე წონის არის. ამ შემთხვევაში ზურა გისმენთ? ბიჭებს ვაცდი იმას რა. გავატარეთ. ნიკა. ფოლდი. ფოლდი. ნიკა? გავხსნათ, ხო შეიძლება ახლა. თუ გაატარეთ თქვენ სხვას? გავატარეთ. გაატარეთ? კი ბატონო. კარგი. მე სწორი პასუხი უნდა დავიკითხო. შემდეგ კიდევ შეგიძლიათ რომ გაზარდოთ ბრძანები. ამ შემთხვევაში უკვე დაგვრჩა ორი მოთამაშე, ზურა და ნიკა. სწორი პასუხია პირველი კომპიუტერი იწონიდა 27 ტონას. ეს ერთი 500 რო გავაზარდო მაინც რა. 500. სულ რომ გაზარდა 500 ჟეტონით. ნიკა? აი, იყოს რაღაც ახლოს ვარ და მიჩვენია. ნიკამაც უპასუხა. ბანკი გასწორებულია. ბანკი გასწორებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნახოთ თქვენი ქარდები და ნახოთ მე მიწერია 2 ტონა. 2 ტონა. ნიკა? 200 კილოგრამი. მე თეულის ავაცილე. ყველას ახლოს ეს იქნებოდა. 100 კილოგრამი. 150 კილოგრამი. 150 კილოგრამი შესაბამისად ზურა გილოცავს მეორე რაუნდის გამარჯვებული ხარ. მე მგონი კარგად მივდივართ და გადავიდეთ მოდი მესამე რაუნდზე. და ამ რაუნდის საუბრობსონია 1000 ჟეტონი. მე მაინტერესებს ესპანურ ენას თუ ფლობთ ვინმე. აი სერიალის დონეზე ფლობ იმას. ჩაბი ალონსოს ვიტყვი. რომელი სერიალის? ნებისმიერი საპნის ოპერის სერიალი ბავშვობაში რაღაც უყურებდი ხოლმე. შეგიძლია უყურო თუ ითამაშო სერიალში. გააჩნია შემოთავაზები. კი ბატონო. რამდენი ადამიანი ლაპარაკობს ესპანურად? არა. არა. რამდენ ქვეყანაშია ოფიციალური ენა ესპანური? საინტერესოა. აი ესეთი შეკითხვა გვაქვს. გვაქვს ერთი 10 წამი რომ დავთვალოთ. ოფიციალური პირველ ენა თუ მეორე ენაც რომ მოიაზრება ეგეც შეიძლება. პირველი. რამე სიტყვები ხო არის ესპანურად? კი. ქათა მივიცი ესპანურად. როგორ არის ქათა? პოიო. მე მთლიანად ვიცი ეს სიმღერა. Como estás? Como estás? ხარ? პასუხები დავწერეთ. შესაბამისად შეგვიძლია დავიწყოთ თამაში. ეს რაუნდი ნიკა შენგან უნდა დავიწყოთ. მოდი გავატარებ და სხვას. კი ბატონო. მოусმენ ჯერ. კი ბატონო. ნიკა? იცით რა არის? მე როგორც მახსოვს, სამხრეთ ამერიკის ბევრი ქვეყანა საუბრობს ესპანურად რა. ყველა. ყველა არა, მაგალითად ნუ გარია გამონაკლისი. ხო, ერთი ქვეყანა, ორი ქვეყანა ვიციო, სხვა ენაზე საუბრობენ. მოდი სიმბოლურად რახან არ მაქვს ბევრი ფიშკები, 100-ით გავზადო შეიძლება? არა, 1000. მინიმუმია 1000 ამ რაუნდში. ხო და მოკლედ რაც დავთვალე ეგრე იყო რა. ნიკამ გაზარდობსონია 1000 ჟეტონით. თამარელა გისმენთ? მინიშნება მაინტერესებს. ჯერჯერობით. თამარელამ უპასუხა. მეც უპასუხებ. სამხრეთ ამერიკაში შეიძლება არ ლაპარაკობენ, მაგრამ ოფიციალურად ენად შეიძლება კონკრეტ გამოცხადებული, იმიტომ რომ დიდი წილი მოსახლეობა არის უმეტესად ესპანურენოვანი. ასე მეგონი ყველა სამხრეთ ამერიკის ბევრი ქვეყნები ვიცი პირადად მე ხო. მაგ ჩაოს სიმღერას თუ დაუჯერეთ. ნიკა? მეც უპასუხებ მინიშნება მაინტერესებს. ბანკი გასწორებულია. კარგით. მაშინ მოვისმინოთ პირველი მინიშნება. 1907 წელს დანკან მაკდუგალმა ჩაატარა ექსპერიმენტი და დაადგინა, რომ ზუსტად ამდენ გრამს იკლებს ადამიანის სხეული გარდაცვალებისას. შესაბამისად, ლოგიკური დასკვნით დაადგინა, რომ ადამიანის სული ზუსტად ამდენ გრამს იწონის. თასური ძალიან საინტერესო ანიმეც არის გამოსული 2018 წელს ზუსტად მაგ ენაზე. კი ბატონო. ნიკა, გისმენთ?
ამარო დამიჯერა ბიჭო ეგა. თავისუფლად შესაძლებელია იყოს. არა შეიძლება მაგ თემაზე არ არის, მაგრამ დაახლოებით მათემატიკის არის. ველოდები ბიჭების ფსონებს თუ არა და მინიშნება აბსოლუტურად არაფერი არ ანუ სულის წონა არის, რაოდენობა არის. კი ბატონო. ნიკა, ისევ რო გავატარო შეიძლება. რა თქმა უნდა შეიძლება. შენ გავატარებ სხვა. ხოსნი მეც თავში ვიკავებ ჯერჯერობით. კი ბატონო. მეც დავალოდები აბა. აქ არის 3000 კი ხო? არა 4000. მოდი პოდს ავიღებ. ბოდიში მოდი ავიღებ რაც მაგიდაზეა იმდენ ზუსტად. და შემოვალ 4000. ზურამ გაზრდებს სონი 4000 ჟეტონით. ნიკას უსმენთ? ხოლოდ იმიტომ რომ ვიცი სული რამდენს იწონის. ეგ მეც ვიცი, მაგრამ რა გიწერია შენ გააჩნია? უპასუხებ მეც. გიგა ცოტა ამენგო. ნიკა მოპასუხა. ცოტა. 4-მდე არა. ანუ 4000 ვამატებ, ხო? კი. ნიკა გისმენთ? მოკლედ დღეს ორმა გარისკვამ არ გაამართლა. აი მაინტერესებს მეც რაღაც ახლოს ვარ თითქოს პასუხთან ესე ვიცი რა. შეიძლება ისეთი რაღაც თქვა, რომ თან ცოტა მინიშნება გამოვიდეს ამათ თუ ის. თქვენი გადასაწყვეტია თუ გემა პასუხი უთხარით. ხო, ანუ მე ვინაიდან მინიშნებით მივხვდი, რომ 16 ერთეულით ავაცილე. ვაპირებ, რომ ძალიან საინტერესოა. კი ბატონო. მე მგონია რომ ამ შემთხვევაში დაგვრჩა 3 მოთამაშე ამ რაუნდში, ვისთვისაც მე მეორე მინიშნება უნდა დავიკითხო. ზუსტად ამ საუკუნეში დაიბადა ხვიჩა კვარაცხელია. ნიკა გისმენთ? ჩემი არ არის. მე იმდენი დავწდი, რომ მოტყუებასაც არ ვაპირებ რა. ხო და hold-ი იყოს. შეგიძლია გაატარო უბრალოდ ხო? არა. გაზდის ის, მაგრამ ეგავზდი და მე ის. ახლოს ვარ, მაგრამ რამდენად ახლოს არის? ეგო მოდი მეც გავატარებ აბა მაშინ. მე ისევ 4000-ით გავზდი ჩემო მეგობა რომ ამ სამ ყველაფერი. ზურამ ისე გაზრდა 4000 ჟეტონით. ნიკას უსმენთ? და გავიწყოთ რომ არ შემდგარი გეოგრაფი ვარ, ზუსტად 5 კრედიტი მაკლია საზოგადოებრივი გეოგრაფიის დიპლომზე. ეს 3000 და რავი, აი გაურისკავ ხო რა, მგონია იმიტომ ბანკი გასწორებულია. რეალურად ახლოს ვარ. ოკეი. სწორი პასუხია 21. ანუ 21 ქვეყანაში არის ესპანური ოფიციალური ენა. ამ შემთხვევაში ნიკა შენგან უნდა დავიწყოთ. გისმენთ? ვინაიდან ცოტა ფიშკები მაქვს, მე მიჩვენია რომ გაატაროთ? გავატაროთ. კი ბატონო. არ გაურისკოთ ნიკას დატოვება, ახლა უნდა შევთავაზო და გავუზარდო სონი და მეც გავატარებ და მოდი დავიღოთ პასუხს. პასუხი ვიცით რომ 21-ია, ამოვატრიალოთ კარდები. 11. 11. 7-იანში მოვიგეთ. შესაბამისად ზურას მულოცავთ ჩემი ამ ფიშკები რაუნდის ვიცით. მოგებას. გადავიდეთ მოდი შემდეგ რაუნდზე ამ რაუნდის აუცილებლად ფსონია 2000 ჟეტონი. და მე მაინტერესებს რა ლამაზი დღეა, რა ნათელი დღეა, ბოლოს 2000. ბოლოს როდის იმღერეთ? ხო? ეს ვიმღერე? კი. რა ლამაზი დღეა? ბოლოს როდის იმღერეთ? რამდენიმე თვის წინ ვიყავი ბოლოს დაბადების დღეს. აჰა. 4 დღეში მივიღებ, короче, მაგრამ ზეთო უეჭველი. 4 დღეში იმღერეთ. დღეს ხო არ ვიმღეროთ ყველამ ერთად? ვისი დაბადების დღეა? აი 4 დღეში რომ უნდა გემღერა, დღეს ვიმღეროთ. ყველამ ერთად. მე ზაცარ. საკვირველია და რა ლამა. მე დიჯეი. სუდია, დიჯეის გაფუჭება არ მინდა. აი ამიტომ ვერ იხსენებთ ბოლოს როდის იმღერეთ. ესე იგი არ ვღერით ხოლმე ხშირად. ბიჭო, იქაც როგორ არის, ყველა ხომღერი და ვახალტურებ რა. კარგი. მოდი შეკითხვას დაგისვამ პირდაპირ. რომელ წელს დაწერეს პეტი და მილდრედ ჯონაჰილებმა Happy Birthday-ის მელოდია? აი ასეთი შეკითხვა გვაქვს. საინტერესო. ხო იცით ეს მელოდია? კი, უნდა რაღაცა მაგაზე ვიდეო მაქვს ნანახი და ვიხსენებ ახლა რა ეწერა იქ. მაგაზე იმდენი ვიდეო გვაქვს ანა. ალბათ ყველას. მე ფერადიც. ალბათ ეწერებოდა Happy Birthday. ხო, ყველას გვიწერიას პასუხი ჩვენ კარტებზე, ასე რომ ნიკა გისმენთ, დავიწყოთ შენგან, მოდი. მოკლედ დღეს ჩემი ინტუიცია ფორმაში არ არის რა. ანუ რუსთავზეც თითქმის დარწმუნებული ვიყავი, სულის წონაზეც.
თამაში ვიქნები მაინც, მაგრამ დასაკარგი უკვე აღარაფერი აღარ აქვს. 2000-ით თამაშობ ჩვენ. კი ბატონო. ნიკამ გაზარდა 2000 შეტანით. თამარელას უსმენთ? ვუპასუხებ. იმიტომ რომ არ ვიცი, მინიშნება მაინტერესებს. აი, მეც პასუხობ, მინდა რომ მეტი მოთამაშე იყოს. ეს 1000. ესეც 2000. სურამაც. ნიკა? მე ვსწრებ, მინდა რომ ხაზნაგდა ვინგელმა შეჯამა. რა თქმა უნდა. აი, ბანკი გასწავლეს. ამ წლის 7 მარტს სოფელ კუხში, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტში დაიბადა გენიალური დრამატურგი, პიესა ყვარყვარე თუთაბერის ავტორი პოლიკარპე გაკაბაძე. აი ესეთი მინიშნება გვაქვს. რომელიც წესით დაგეხმარებოდა. კი, დამეხმარა სხვა შორის. კი? კი. ძალიან კარგი. ნიკა, შენგან უწყებთ ისევ? პიესა თქვი, ხო? ვიტო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყვარყვარე თუთაბერი პიესაც არის, ფილმიც არის და სხვადასხვა ავტორი ყავს და სხვადასხვა რეჟისორი ყავს და სხვადასხვა წელს არის გამოშვებული. პიესა. პიესა. მე დამეხმარა თამარი რა და როგორც ყოველთვის კიდევ ძალიან ახლოს ვარ. დღეს ნამდვილად მიმართლებს ასე რომ მოდი გავატარებ ამას. თამარელა. შეჯამეთ მეც გავატარე. მეც გავატარე. მეც გავატარე. მაშინ მეორე მეორე მინიშნება. მინიშნება. ამ წლიდან 25 წელში საქართველოს დამოუკიდებლობა მოიპოვა. შემიძლია ვთქვა ის ჩემი რომ არის, ერთი ხო? თავაცია. გისვენთ ნიკა? ხო, რა. კიდე უნდა გაურისკო მე და 20-ში, ხო? 25 წელიწადში. 25 წელი. 3000. 2. 2000. ნიკამ გაზარდა ხსანი 2000 შეტანი. საინტერესო. თამარელა გისმენთ? ხო, არა, ეგეთიაც თანაც არ ვარ, მაგრამ თქვათ ჩემი ფინანსური შესაძლებლობაც არ მაძლევს საშუალებას რომ გავაგრძელო. ამიტომ მოდი, რჩევას გეტყვი, მე უფრო გაგიჭირდება. ნახოთ. მეც დავწექი. მე 120 წლით ვარ აწერილი და ნიკა გისმენთ? კომენტამ გაიარა ორჯერ. სანამ ისე აუცდი. რამდენი უნდა დავდო მე? 2000. ცოტა მეხურდა უკან. რომელიც დასაკარგი არაფერი არ ამოწევს შემთხვევაში. ანუ მაგიდაზე ყავს. ორი მოთამაშე. მე თქვენთვის წავიკითხავ ახლა სწორ პასუხს. შეგიძლიათ თქვენც მოისმინოთ? პასუხი. არ აქვს პრობლემა. მინიშნება მინდა. სწორ პასუხს წავიკითხავ და ამის შემდეგ ისევ შეგიძლიათ ვითამაშოთ. სწორი პასუხია 1893. 1800 93. ნუ ეხა მე რომ ორი შევიდე, მაგაზე ახლა ეწარებათ. გაცლებით მონგრევია პოზიციაში არის ფიშკებიდან გამომდინარე. შესაბამისად გავხსნათ კარტი, ისა პასუხები მე მირჩენია, ხო შემიძლია? ანუ გავატაროთ. კი. კი ბატონო. ნიკა. გავატაროთ. გავატაროთ და გავხსნათ ჩვენი კარტები. ნიკა, შენგან უნდა გავხსნათ პირველი შენ ხარ. 1960. ნიკა. 1968 შესაბამისად ნიკა გილოცავთ ეს რაუნდში. შენ მოიგე. გადავიდეთ მოდი შემდეგ რაუნდზე ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 5000 შეტონი. და მაინტერესებს რა მობილური ტელეფონები გაქვთ. iPhone. iPhone. iPhone-ი მეც. ზურა? არ გამოვიჩევი კრეატიულობა. iPhone. ნიკა. iPhone. კი. კი ბატონო, ზუსტად iPhone-ზე უნდა დაგიცოთ შემდეგი შეკითხვა. iPhone 17 Pro Max 100%-იანი სიცოცხლის მქონე ბატარეით, ოფიციალური 30 ვატიანი სატენით რამდენი ხანი სჭირდება 100%-ამდე დასატენად? 0-დან? დიახ. iPhone. აი, ესეთი შეკითხვა. ოფიციალური დამტენი 0-დან 100-მდე. 0-დან 100-მდე. 17 Pro Max-ი 100%-იანი სიცოცხლის ბატარეით. ტელეფონს ხოვტენით ყველა. მაგაზე მაქვს საუბარი. რამდენი პროცენტზე უნდა იყოს დამჯდარი ტელეფონი, რომ შეერთო დასატენა? 20 ქვემოთ. 20 ქვემოთ. მე სიმართლე რომ გითხრათ, ეგეთ რაღაცებს არ ვუკვირდები, მაგრამ თქვენ რადგან დაგვირებული ხართ, დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგი რაუნდი გამოგვივა. ეს რაუნდი თამარელა თქვენგან უნდა დავიწყოთ, ამიტომ გისმენთ. კი ბატონო. დაველოდები ვისაც მეტი შეტანი აქვს იმაც და თან მინიშნებასაც და გავატარებ მოკლედ ჯერჯერობით. კი ბატონო. ზურა? მოდი 5000 დავამატოთ. რა ადარდეს. არა, ის თამარელას მოლოდინები რა გავამართოთ და გიტე. არაფერს არ გერჩი უბრალოდ ესე არა. სურამ გაზარდა 5000 შეტონი. კი ბატონო, ნიკა გისმენთ? მე უპასუხებ. ნიკამაც უპასუხა.
კარგით, რა მინიშნებას დაველოდოთ საბავშვოში. ნიკამაც უპასუხა. თამარელას უსმენთ? გავარისკავართ. თამარელაც თამაშია. ძალიან კარგი. მაშინ მოვისმინოთ პირველი მინიშნება. წუთების რაოდენობის რიცხვს უწოდებენ სმითის რიცხვს. რაც ნიშნავს, რომ მისი ციფრების ჯამი უდრის მისი მარტივი მომრავლების ციფრების ჯამს. გასაგებია, ხო პირველი მინიშნება? კი, გასაგებია. თამარელა გისმენთ? შემიძლია ცოტა რომ მქონდა ეს? არა, გავატარებთ ამ ისე შემთხვევაში. ჩვენ სვიტის ციფრი მიწერია, რაც თქვი შენ სვიტის ციფრი. ძალიან კარგი. კი ბატონო, მე კიდე 5000 ვამატებ იმ თავდაჯერებულობით, რომ მე სმიტის ციფრი მაქვს. ისევ 5000. ვიღაცა სმიტის კი არა ისეთი. სმიტის სხვადასხვა ჭედლიძეები არიან ქართულად ძმა და ჭედლიძეებს ვენდობი. მოკაციგურის. ზურამ ისევ გაზარდა 5000 ჟეტონით. ნიკა გისმენთ? 5000 რო არ მაქვს. არა, სულ შემოდი. ჯანდაბას. შემოდიხარ ყველა ჟეტონს? კი. ჯერა ჩემი თავს. რა მიწერია მე? ხო. საინტერესო. საკმაოდ. ნიკა გისმენთ? ეს ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ ვიცი რომ ახლოს ვარ, როგორც ალბათ კონტაგანი, ხო? კარგით იყოს რა. ნიკაც თამაშია. მე ჯერჯერობით ეგ რიცხვი ვერ დავიანგარიშე. ასევე მჯერა რომ სხვებმაც ვერ დაიანგარიშეს. მართალია. ხო, და ამიტომ გავაგრძელებ. იმედი მაქვს რომ ასე ოსტატო. მეორე მინიშნებას შემდეგ ამდეხა. ბანკი გასწორებულია. კი ბატონო, მეორე მინიშნება. დაახლოებით ამდენ ხანში იქნება ბათუმში პლოშადზე ძმა. აი, ვიდეო მე არ ვიცი. არს ვერ არის, просто .com-ზე გამეცი. მე მგონი სმითის რიცხვი რა ვიყავ ის ამბობია რა. კაროჩე, ნახე, ერთი ლოგიკა არის. თამარელა ისევ სმითის რიცხვი. ძალიან მინიშნება იყო. ერთი ლოგიკაა რა, ვიღაცა რომ ასე გეუბნება, მან იქნები ძმა, რაღაცას ვეუბნება, ესე იგი მალე იქნება რა. არ უნდა იყოს რაღაც 2 დღეში მანდ პლოშადზე ანუ. აი, ციფრი არ მაქვს. ვიდეო ის ხმავის ვოისი არ არის, ვოის მესიჯი არ არის იდეაში. კი ბატონო. დაგვიწერეთ კომენტარებში ჩვენო მაყურებელო არ სმითის ციფრები დაწერო კომენტარებში რა. სმითის ციფრი და ამ ვიდეოს კი ბატონო. მოდი სეპტიკოსებს რომ მივახვედროთ, ეს იყოს ჩემი ფსონი კიდე პასუხი. 5000? კი, კიდე 5000. ეს სტაბილურად ერთ ციფრებში ვიქნები ისე. ნიკა, შენ მე ოლის. ყველა ჟეტონს. არა, აქ ამ შემთხვევაში ამ ფიშკებით უკვე ვეთამაშები თამარელას და ნიკას. კი ბატონო, ნიკა გისმენთ? ანუ 5000-ია, ხო? კიდევ ერთხელ გამეორდები რა, ღრმად წავს რომ ახლოს ვარ რა. მეც მასე ვარ, მე ყვილა ხო არ გავაკეთებდი, არ გეგმდება. მეც რაღაცა მეც მიწერია. 100 წლიანმა სხვაობამ რახან მომაგებინა წინა იმაში რა, ვფიქრობ რომ მაქსიმუმ 10 წუთიანი სხვაობა მქონდეს ეხლა ჩემი აზრით რა. ერთი საკმარისი. ანუ თამაშობ. კი, კი. ნიკამაც უპასუხა. თქვენ გავიგეთ. კაი, მე მოვიფიქრე რას ვაკეთებ. მე ყველა ვარიანტში ხარ. ან ყველას უნდა შემოვიდე, ან შემდეგზე უნდა შემოვიდე ყველას. დიახ. ვინაიდან მგონია რომ ამ კითხვაზე ყველას ახლო პასუხი მიგვიწერია, დაბალია ალბათობა რომ მაინც და მაინც მე მეწეროს. ამიტომ მოდი შემდეგ კითხვას დავალდები, იქნებ რამე ისეთი იყოს რომ ზუსტად იცოდი. კი ბატონო. შესაბამისად, მესამე მინიშნება მესამე მინიშნება არა პირდაპირ სწორი პასუხი. კი ბატონო. არ გიშემია? მიდი კაც. სწორი პასუხი? ძალიან მომწონს. მინიშნებას წამიკითხე ისე და მე. სწორი პასუხი. 1 საათი და 25 წუთი. ზურა. ისმენთ? სმითის ციფრი არ ყოფილა. ისმენთ? ანუ ეგ სწორედ მახსოვდა მე რომ მე დიდ რო უნდა მეთქი რა. 85-ზე მაგალია მალე იტენება 20 წელში. გავატარებ მოდი ამ ხელს. გაატარ. სადი მაცუდასტი პატიცემ ნიკას. კარგი, ნიკა გისმენთ? გავხსნათ კარტები, ხო? ჩემზე არის კი. ბოლო სიტყვა უკვე, ხო? კი ბატონო. გავხსნათ კარტები და ვნახოთ. კი ბატონო. მე მწერია 22 წუთი. 22 წუთი, 51 51 წუთი, 20 წუთი. 20 წუთი 5000 ფიშკა ჩემია. დანარჩენი შეგვიძლია წაიღოს. კი. ავაგზელოთ, მოდი ავაგზელოთ. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 10000 ჟეტონი. აბა რა, 10000 ჟეტონი. ჩემი 10000 ჟეტონი. მე მაინტერესებს პირამიდები თუ გაქვთ ნანახი. და თუ ვიცით რამ სიმაღლეა? თუ
თუ იცით ამ სიმაღლეს. აინტერესებს სიმაღლეც და სიგანეც. თუ იცით. არა. არ ვიცი. არის. ნანახი არ გაქვთ? მაგრამ რომ თვითონი არ ვიტყოდი. დაჟე გუშინ წინ თამაშობდი ასასინს და აუძვერიზე. კარგი. დავსვათ შეკითხვა. ხეოფსის პირამიდას რომ შემოუარო, რამდენი კილომეტრის გავლაა საჭირო? კილომეტრი. დიახ. სურა, შენი აზრით ადამიანის აშენებულია პირამიდები თუ უცხოპლანეტები? ჩემი აზრით ადამიანის აშენებულია, მე როგორც ქრისტიანი ადამიანი მჯერა სხვა რაღაცა წარმომავლობის და შესაბამისად მგონია რომ ადამიანის აშენებული იქნება. კი ბატონო. დავწეროთ პასუხები. პასუხი. რამდენი კილომეტრი არის საჭირო რომ შემოვარო? რამდენი კილომეტრი არის საჭირო? დიახ. ანგარიშობ? კი, დაახლოებით რა, აი დავწერე. ეს რაუნდი უნდა დავიწყოთ ზურა შენგან. 10,000 საკმაოდ დიდი ფსონია და ეგვიპტელებს კიდე არ ვენდობი ესე კარგად და ამიტომაც მოდი გავატარებ ამ ხებას. დავიდები ნიკას. კი ბატონო. მეც გავატარე. ნიკა, შენც გაატარე. თქვენ არ გეკითხებით, იმიტომ რომ ყველა ჟეტონს ხართ შემოსული, შესაბამისად პირველი მინიშნება. ამ ციფრზე მეტი თავარი ღმერთი ყავდათ ძველ ბერძნებს. გულმოჯოსნეთ. ზურა გისმენთ. კიდე გავატარე. კი ბატონო. მეც გავატარებ ჩემი რამის. მაშინ მეორე მინიშნება, ჩემი რამიდის. სემირამიდის კიდე პირამიდებთან შე. კომპიუტერის მეცნიერებაში ეს რიცხვი ნიშნავს სიმართლეს ან მართალს. კომპიუტერის მეცნიერებები თუ იცით. ანუ ნახე. მე მგონია რომ კომპიუტერის მეცნიერებაში არის მარტო ორი ციფრი, 1-იანი და 0-იანი. ანუ 1 არის დადებითი, მეორე არის უარყოფითი. ლოგიკურად შენი მინიშნება არის რომ ჩვენი მოცემული ციფრი არის ან 1 ან 0. 0 კილომეტრი გაივლის, შესაბამისად პასუხი არის 1. ამიტომაც ვდი 10,000. ნიკა გისმენთ. სურამ გაზარდა 10,000 ჟეტონით. რაც არ ნიშნავს რომ ზურას 1 უზარია. ხო. მე არ თამაშობ? არ თამაშობ? შესაბამისად უნდა გავხსნათ კარტები, რომ გავიგოთ ამ რაუნდის გამარჯვებულია ზურა, თამარელა თუ ნიკა. 2 კილომეტრი, 4.1 კილომეტრი, 2 კილომეტრი. 2 კილომეტრი. სწორი პასუხია 1 კილომეტრი. აღარ თქვი, იმიტომ რომ ზურამ თქვა. შესაბამისად რაუნდი გაიყო ზურასა და ნიკას შორის, სამწუხაროდ ამ რაუნდში თამარელას ვემშვიდობ. ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ თამაში. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 20,000 ჟეტონი. ორი შემოვა. მინდა თუ არ მინდა. ნიკა ისევ ყველა ჟეტონს არის შემოსული, ნელ-ნელა თამაში დაიძაბა. და მაინტერესებს ძროხა თუ მოგიწველია თვინდეს. კი. კი. სერიოზულად რომ მიუდგეთ საქმეს. კი, რა არის მაგაში ეს ძროხას მომიწველია. ნიკა არა? მაგრამ თავარი არის, ძროხა და ხარი არ უნდა აგერიოს, ხო? მაგრამ თავარი მეგონი არ აგერიოს. საშუალოდ რამდენი ლიტრის იწვალება? აჩნია ძროხას, ხო მაგალითად ბათუმში რომ მომიწველია, 16 ლიტრი. აი, შემო გამოვიდა. ბათუმში მოგიწველია ძროხა? კი, მაგალითად და იმერეთში შედარებით ნაკლები, შესაძლოა ხო გააჩნია, გაზაფხულია, შემოდგომა ზამთარია. საშუალოდ 10 ლიტრას იწოლება საქართველოში ძროხები რა. ყველში გინდა გითხრა რამდენი აი, მოდი მე შეკითხვა დავსვა. ხო, რაღაც ეგ იქნება. ცნობილი ფაქტია, რომ ბათუმში ძროხები. ცნობილი ფაქტია, რომ ძროხა კლასიკური მუსიკის მოსმენისას უფრო მეტრზეს იწოლება. რამდენი პროცენტით მეტრზეს იწოლება ძროხა, მაგალითად, ბეთჰოვენის მე-6 სიმფონიის მოსმენისას? მე-9-ზე მახსოვდა, მაგრამ მე-6-ზე უკვე. მაგალითისთვის. სხვათა შორის ძალიან კომიკური არის, რომ საბჭოთა კავშირის ფილმში გაშარჟებული ერთ-ერთი მეცნიერული მიდგომა საბოლოო ჯამში ეფექტური გამოდგა. ეხლა ვიტყვი რომ იმაში რა ქვია, უდიპლომო სასიძვეში რომ დაყრუნდნენ ძროხები გახსოვთ, მაგრამ ზუსტად იგივე შუბერტს რაღაცას ასენია. კი ბატონო. ეგ მიდგომა თავის დროზე ვარდენოთ, რა ქვია მაგაც? რაჟ აღარ მახსოვს რა, მაგარ აღმოაჩინა. შვეიცარიაში გადატესტეს მე. ძალიან კარგი რაღაცები დააკავშირე ზურა. პასუხი თუ დაწერე? რა თქმა უნდა. პასუხი გვიწერია ყველას. რამდენი პროცენტით მეტრს იწოლება? ასეთი შეკითხვაა, დიახ და ზურა შენგან დავიწყოთ.
მოდი გავატაროთ, საინტერესო გავხატოთ ეს თამაში, ხა ჩვენ მივაყაროთ, მე პასუხის თქმა მოგიწევს პირდაპირ და მე წავაჭრებ. მოვისმინოთ პირველი მინიშნება თუ ნიკა ისურვებს რა თქმა უნდა. კი ბატონო. მოვისმინოთ. მოვისმინოთ პირველი მინიშნება. ზუსტად ამდენი წევრი ყავდა რომაულ ტრიუმვირატს. ახლა გავსდიათ 1000-ით. მე ვითომ გავიგე ეგ მაგიტო. ეს 20. არ მაგ 20. ყველა ჟეტონი ეს შემოყვა. 1000-იანი ხო? ეგ 1000-იანი არა 1000-იანი. ხო, მოდი შემოღო ყველა ჟეტონს. კი, შემოღო. რამდენიანი მე დავთვალოთ. ხო, პასუხი. კაი. ყველა ჟეტონს შემოვიდა ზურა, ნიკამ გაასწორა. 1000. ნიკაც ყველა ჟეტონს არის შემოსული. შესაბამისად, თუ გნებავთ მეორე მინიშნებას უბრალოდ წავიკითხე. წაიკითხე. მინიმუმ ამდენი განზომილებაა საჭირო, რომ სივრცეში ობიექტის მდებარეობა აღწერო. 3. სწორი პასუხია 3. უი დედავ მე 30% მეწერას. ასე რომ გავხსნათ ქარდები, ზურა 30, ნიკა 17, ნიკა 10. 10. შესაბამისად, გილოცავთ ნიკა ამ რაუნდში ზურა მე გამოვედი შენ. ეხა იქიდან ვერ გამაჩერებ. ვაგრძელებთ მეგობრებო, შემდეგ რაუნდს. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 30000 ჟეტონი. ფერნანდო მაგელანის შესახებ თუ გსმენიათ? შორიდან. კი, შორიდან იცით. მოდი ბევრს აღარ გავართულებ და პირდაპირ შეკითხვას დავსვამაში. ფერნანდო მაგელანმა სამწუხაროდ ვერ მოახერხა სახში დაბრუნება და ფილიპინებზე დაიღუპა. ფერნანდო 1519 წელს 5 გემით და 270 კაცით გაემგზავრა ექსპედიციაში. ექსპედიცია დამთავრდა 1522 წელს. მაგელანის გარეშე დამისახელეთ რამდენი ადამიანი დაბრუნდა ექსპედიციიდან. აუ, დამაწერინეთ რა, ერთი პრესტიჟის ფულა მოგებინე. სუსტად ვიცი ამის პასუხი. ანუ მაგელანის გარეშე 270 კაციანი და რამდენი დაბრუნდა? რამდენი დაბრუნდა ექსპედიციიდან უკან. დიახ. იკა შენ უკვე გიწერია პასუხი? გისმენთ. რამდენი 30000. კი და შენ შეგიძლია რომ ნიკას ყველა ჟეტონზე ითამაშო თუ გავაზრდით ფსონს. 600 მაქვს კი. გავუსვით. რამდენია ეს? 1000 ხო? ჩამოვიდა მე დავუთხრი. კი ბატონო. ნიკა, ითამაშებ ამ კითხვას? ნუ ეს 600 ჟეტონი არაფერს აღარ მიწვიდავს. და კი ბატონო რა. კარგი, მაშინ პირდაპირ პასუხი უნდა ვთქვა და თქვენი კარდები უნდა ამოტრიალოთ. სწორი პასუხია 18. ნიკა 18. ნიკა თქვენს თუ შეიძლება მოგბრძანდით მაგიდასთან. აუცილებლად ჩავაგობ. მოკლედ, დღევანდელი ჩვენი თამაშის გამარჯვებულია ნიკა, გილოცავთ, ნიკა გართუა. გითხარი ორი სიტყვით, აბა როგორ მოგეწონა დღევანდელი თამაში? რა, კარგი თამაში გამოვიდა, ჩემი აზრით. აქ ბოლო კითხვაზე სუსტი პასუხი რო ვიცოდი, მაგალ მომაგებინათ, რომ ყველა ვარიანტში ფოლდი მექნებოდა. 40 ჯერ უნდა გაიგებინა, ფოლდი 4 ჯერ. ნიშნულობა აქ იმიტომ რომ არ გავყვებოდი იმაზე რა ქვია. მერე და მერე შეიძლება. კარგი, ნიკა, შენ რას გვეტყვი აბა დღევანდელ თამაშს? ნუ ეხლა ვიტყვი თამაშის დასასრულს, რომ საერთოდ ვფიქრობ, რომ არ ვარ ძალიან აზარტული ადამიანი რა. თუმცა ესე არ ყოფილა, ეხლა როცა აქიგებ მონაწილეობას, ძალიან გავერთე ვისი ამოვნე და ცოტა გულის დამწყდა, მაგრამ არა უშავს სამაგიეროდ კარგი გართობა შემრჩა და რა მადლობა თქვენ ამისთვის რა. მადლობა თქვენ რომ იყავით დღეს ჩვენი სტუმარი. თამარელა, გითხარით. ძალიან სახალისო იყო. უფრო ნაკლებად რისკელი უნდა ყოფილიყავი თავიდან. და კარგი იქნებოდა. ნიკას უოლსავ. მადლობა. კითხვები კარგი. დიდი მადლობა. მადლობა. ბოლო კითხვა რო იყო. კარგი იყო ბოლო კითხვა. შემოვიდება რომ ეს კითხვები ბევრი ხო გაქვთ და სამაგიდო თამაშათაც გამოუშვათ თავისი იმით. იმიტომ რომ საკმაოდ აზარტულია და შეიძლება ჩაითრიოს რამოდენიმე ადამიანი. ნუ ამ ფორმატის მაგიდასთან 12 ადამიანსაც შეუძლია თამაში და აქედან გამომდინარე ერთი დიდი დაბადებიც და შეიძლება ყავაზე გადაატარო ყავაზე და ვიცი არ ვიცი. ჩვენიერი იდეაა, ამიტომ ამ ყველაფერს ჩვენ ამოვჭრით გადაცემიდან. ხო, მოკლედ ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო ყველას, რომ დღეს ჩვენთან იყავით. იმედია გაერთეთ, მაყურებელს მოუწოდებ, რომ დაწერეთ კომენტარები, დაალაიქეთ ჩვენი ვიდეო, გამოიწერეთ არხი და სუპერფინალში რუსთავის წარმომადგენელი ნიკა ზარქუა იქნება. დიდი მადლობა მეგობრებო.